მხატვარი და ფილოსოფოსი ლადო ასათიანი დამთვალიერებელს პერსონალურ გამოფენაზე ეპატიჟება. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიციაზე მხატვრის სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება. გასულ წელს მხატვრის ტილოები ნიუ-იორკის, ჰოლანდიისა და იტალიის საგამოფენო სივრცეებს იკავებდა. ორიგინალური ძიებებისთვის ქართველი არტისტი ფლორენციაში სანდრო ბოტიჩელის ჯილდოს მფლობელი გახდა. დეკემბერში მას იტალიაში წელიან, სადაც ლორენცო ბერნინის, დავითის და ანა ფრანკის საერთაშორისო ჯილდოს გადასცემენ. მანამდე დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 13 ნოემბრიდან შეუძლია ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. სივრცობრივი კომპოზიციებია, რომელშიც პეიზაჟიც თამაშობს როლს. პეიზაჟშიც კომპოზიციურობას ვესწრაფი სივრცული პლასტიკური პეიზაჟების შექმნა, რელიეფური პეიზაჟების შექმნა. ფერები რაც შეიძლება მინდა ნათელი და ინტენსიური იყოს. მაჟორული განწყობილების შექმნა მინდა ჩემი ნამუშევრებით. ახლა როგორ გამომდის, შეიძლება გამომდის, შეიძლება უკეთესათაც შეიძლება, მაგრამ რადგან უცხოეთში სადაც ესვით და ჩვენთანაც ბევრს მოწონს, ეს მახალისებს და ვცდილობ რომ ესე ვიმუშაო.